ფრაიბურგი, ქალაქი გერმანიის სამხრეთით, საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვართან ახლოს. ეკუთვნის ბადენ-ვურტემბერგის მხარეს. სრული სახელია ფრაიბურგ იმ ბრაისგაუ. მოსახლეობა 218,000. კლიმატი ზომიერი, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე თბილი რეგიონი. ფრაიბურგი 1120 წელს დაარსეს როგორც თავისუფალი სავაჭრო ზონა. ფრაიბურგში არის ესეთი პატარა არხები გადის, სადაც ნაკადულის წყლები ჩამოივლის, ადრე ძველ დროში სასმეწყლათაც იყენებდნენ. ეხლა არის, რა ვიცი, სილამაზისთვის გასაგრილებლად ჩამომსხდრები არიან ფეხები შიგნით ჩაყრილი და ასეთი ტრადიცია აქვს, ეს პატარა გემებით ბავშვები თამაშობენ და ნიაკოს ვიყიდით პატარა გემი და ნიაკოს თამაშობს შეუერთდა ფრაიბურგერ ბავშვებს ეს ამ გართობაში. ფრაიბურგში ტარდება დღეს ღვინის ფესტივალი. დღეს კი არა, უბრალოდ რამოდენიმე დღეა ტარდება, დღეს არის ბოლო დღე და აი როზე ოდნავ მოთქბო როზე მოხდეს დღეს. ძალიან გემრიელი ღვინო. დაგვიმარჯოს. ეს მოგზაურობას გავიგე. Ჭია. Აფრინდა. Მაია, მოდი ჩემთან. რატომ? აფრინდა. არტოკლი რო ვიყიდეთ. სანსე ზახიან ესენი რა, უკან დასაბრუნებელი რაღაცეებია და აი ეს ნაგავი რო არ დაანაგვია ბევრმა ხო? აი ესეთი პაზლები მომწეს 2 ცალი და ამას თუ დაგვიბრუნებო? აი ამას დააბრუნებო. 2 ევროს დაგიბრუნებენ. ანუ 2 ევროს მეტი გადამახდებინეს და ამას რო დავაბრუნებ რო არ დაანაგვიანდეს და ესე რო არ დატოვო, მერე გიბრუნებენ უკან თანხას რა. ასე იცავენ თავის ქალაქს დაანაგვიანების. ჩემს მოდას უთხარი. ჭიქები ოღონდ, ჭიქები უნდა იყიდო ღვინოს რო ჭიქა უნდა იყიდო, მოყვება რა, ანუ გინდა არ გინდა ჭიქას ყიდო. აი ესე ამდენი ჭიქები დაგვიგროვდა ახლა და მთელი სერვისით მივდივართ. აბა როგორ არის გემის და იმის ამბავი ფრაიბურგის? გემი? აი პატარა ნავების და ფრაიბურგის ამბავი. ამ იმაზე არხებზე მეკითხები? მოკლედ ფრაიბურგის დამახასიათებელია ესეთი მთელს ქალაქში ესე განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე ესე ქუჩებს დაყვება პატარა არხები, ძალიან ვიწრო არხები ესეთი და მუდმივად წყალი მოედინება. ესეთი თქმულება აქვთ აქ ფრაიბურგელებს, რომ აი ესე სრულიად ძალიან ბევრი საერთოდ სტუდენტური ქალაქია, ტურისტული ქალაქია, შვარცვალდი გაქვს გარშემო, მოკლედ ამის გამო რაღაც ისეთი ძალიან ბევრი ტურისტის მთებია. მთებს ეს გარშემო ესე როგორც თბილისია ესე რაღაცნაირად ისე მთებში, ხო? აი ესევია ჩვენი ქალაქიც ესე მთებსა და ტყეებში. ტაფას ეძახიან, ტაფაში ვართ მოკლედ რა.
ხო და შესაბამისად ძალიან ბევრი ტურისტი დადის აქ და ძალიან ბევრი სტუდენტები ყავს. და ისეთი რაღაცა იგავი ვითარი, იგავი კი არა, რაღაც ამბავია ესეთი, რომ ვითომ და შეიძლება მართალიც არის, ამ არხში სრულიად შემთხვევით თუ ტურისტს ან სტუდენტს ფეხი დაუწდება და დაუსოლდება ფეხი, ამობენ რომ უეჭველი ფრაიბურგელი გახდება, ანუ ან გათხოვდება, ან ცოს მოიყვას ფრაიბურგას, მოკლედ ფრაიბურგში დაფუძნდება. ხო და ისა რა ვიცი, მე არ დამსველებია ფეხი, მაგრამ ფრაიბურგში დაფუძნდება. მრავალი წელია. მოკლედ ეს კუჩა არის ერთ-ერთი ძველი ხო და ამას რატომ მეუბნება ეკო რომ წეღან ნიაკო მიჭკუმპალავა ამ წყალში ფეხები ატყაპუნა და ეს არა ქვია. რა ვიცი, ხო ფრაიბურგში გათხოვდებაო და ვაცოდოთ რამოდენიმე წელი გწოდი. მე არ გავუშვებ ფრაიბურგში. აბა ცივისადან თო Avicii ნელ-ნელა წლიდანაც ამოვიდა გემი. აი ეს არის დიდი ონკანი და მილი ონკანიდან წყალს რომ მოუშვებენ, კი არ მოუშვებენ ონკანიდან მილიდან გამოდის. ესეთი შადრევანია რა. კადრო დადგა გემები უკვე ბალახზე დაცურავენ. ინგლისი, ჰოლანდიის ნახევარფინალია რა. ჰოლანდია გოლი გაიტანა და აღმოაჩინეთ რომ მთელი ბარი თურმე ჰოლანდიას უშემატებს. ყველას გაუხარდა. ჩვენი შაპლით. ჩვენი თამადო. ვაუ. ნიდერლანდებს. გაიტანს. ნახე ყველას გული და. ეს უშენია. მოერევი. მე მოგეხმარები არინები. სადავა? შვეიცარიაში. რა ქვია ამ ქალაქს თვითონ? ბაზელი. ბაზელი რა ყოფილა რა? შვეიცარიის ქალაქია ბაზელი. პირველად რომ ჩამოვედით ზოოპარკში მივდიოდით და თურმე ორი ზოოპარკი ყოფილა. პირველად რომ ზოოპარკშიც მივედით, ის ზოოპარკი იყო პატარა. მოტრიალდით, წავედით მეორე ზოოპარკში. მერე იქიდან ზოოპარკიდან რომ წამოვედით, ანუ მატარებლის სადგურზე მოვედით და თურმე ორი მატარებლის სადგური ყოფილა. სხვა მატარებლის სადგურზე ვიყავით, მერე მოვედით მეორე სადგურზე. და აეროპორტიდან რომ გამოვედით, რომ ჩამოვფრინდით აეროპორტიდან ბაზელში ჩამოვფრინდით და აეროპორტიდან რომ გამოვედით, აეროპორტს ორი გასასვლელი ჰქონდა. ერთი
გასასვლელი იყო, რომელთაც საფრანგეთში გადიხარ, მეორე გასასვლელი იყო, რომელთაც შვეიცარიაში გადიხარ და გამოვედით შვეიცარიაში, თურმე საფრანგეთიდან მიდიოდა ის ავტობუსი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. მე რაღაცა წრეები ვარტყით, ძლივს მივედით იმ ავტობუსამდე, მივასწარით, აი წუთი-წუთზე მივასწარით ზუსტად რა. მოკლედ, ჩვენი არ იყოს რა ქართველების, რომ ორი ახალი წელი გვაქვს, ორი ბედობა გვაქვს, ყველაფერი ორ-ორი გვაქვს, ამ შვეიცარიელებსაც ასე ორ-ორი ქონიათ ყველაფერი რა, გამაგიჟეს. ზურგ ჩანთის გაკეთება. ესე არასწორად უნდა გაიკეთო. ესე და ზურგ ჩანთაგან. ეს იყო ლაიფ ჰაკი ნიაკოსკა. გაიჭედა. ეხლა ვარ ფრაიბურგის ცენტრში. აი ეს არის თეატრი, სახელმწიფო თეატრი ფრაიბურგის. აი აქ ამ მოედანზე წყალი რომ ის ფონტანია. არც აუზია, არც ფონტანია, ეს არის მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს სინაგოგა იდგა და ეს სინაგოგა დაინგრა. და ეხლა აი ამ ფაქტის პატივსაცემად ესეთი მემორიალი გააკეთეს, რომ ზუსტად სინაგოგის ფუნდამენტს იმეორებს. ეს შადრევანიც არ ქვია რა, არ ვიცი რა არის. ეს მემორიალია სამახსოვროდ, აი ფაქტისა, რომ ბოდიშის მოხდის მიზნით ესეთი მემორიალი გაუკეთეს გერმანელებმა ებრაელებს. ესე დგას და უცლობს სპეციალი ებრაელი და ადამიანების მოსაგონად ვინც შეეწირა მეორე მსოფლიო ომს. აი შარშანაც გაჩვენეთ ეს ვაზები. გასასხლავია, ოღონდ არავინ არ გასხლა. საიდან გაჩდი შედავოცვილო. აი ესე თქვა ვიდეოში მამა. აი ეს არის ქალაქის მაკეტი. აი ამ ეკლესიასთან ვიყავით წელი. აქ აი აქ ისინი იყო. კი, ეხლა აი ამ ადგილზე ვართ. აქა ვართ. ეს შტატ თეატრია და აი ეს ნიაკო რო ცურავდა ეს მემორიალი. აბანა აი აქ ვართ, ეხლა ამ ადგილზე ვართ ჩვენ, აი აქ. აქ არის თეატრი, აქ ცურავობდი შენ. ხო, აქ ცურავდი მე. და ის რაღაცები რომ ამოდის არის.
ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგი იყო ვისი ამონი. საბეჭდილებებით სავსე მივდივარ აქედან. ანუ კარგი იყო მოგეწონა? კარგი იყო ფრაიბურგი. მე მგონი ნიაკოს ყველაზე მეტად ფრაიბურგი მოეწონა და აი ამ პატარა ნაკადულებში ფეხების დასველება და გემით ეს არა გართობა მოეწონა ყველაზე მეტად. მე მგონი ევროპა პარკზე მეტად ეგ მოეწონა. ეგრეა მამიკა. და მოკლედ ძალიან კმაყოფილები ვარ და ძალიან დიდი მადლობა უჩაეკას და ვიყარხართ. ევროპა პარკში მომეწონა ეკრანზე მოიყო ისა. ის ატრაქციონი რა იყო. ხო. ეგეც კარგი იყო და რა ვიცი, საქანელებიც კარგი იყო და თვითონ სიტუაცია კარგიერი იყო. არა, ძალიან კარგი იყო ყველაფერი და მართლა ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვამარეთ ჩვენს გვერდით იკავით. ვიყარხართ. ბაზელის აეროპორტში ვართ და უნდა გაჩვენოთ ახლა. აი ეს აეროპორტის ეს ნაწილი ეკუთვნის საფრანგეთს. აი ეს არის, იქით არის შვეიცარია ახლა. ახლა გადავალთ შვეიცარიის ნაწილში. რახტუნაული საფრანგეთი შვეიცარია. აი ამ შუშის ტიხრის იქით აი ახლა ნიაკო არის შვეიცარიაში და მე ვარ საფრანგეთში. გადავედით შვეიცარიაში.